დიადი მითები. დოკუმენტური სერიალის ავტორი ფრანსუა ბუნელი. პრომეთე. ოლიმპოს მიამბოხე. რეჟისორები კამილ დალბერა, სილვენ ბერჟერი. ვინ არის ის, ვინც ოლიმპოს მთაზე ღმერთების საუფლოში შეიპარა? ნუ თუ უცხოა შემოჭრილი. აქ შეუძლებელია. როგორ გაბედა? რატომ მოპარა ამიდუმალმა არსებამ ღმერთებს ცეცხლი? ვერ ხვდება, რომ საშინელი სასჯელი ელის. ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინათ დაიწყო. გახსოვთ? დროის გარიჟრაჟზე იყო ქაოსი. შემდეგ მოვიდა გეა, დედამიწის დედა. გეამ შვა ურანოსი, ცა. და მათი კავშირის შედეგად დაიბადნენ ტიტანები, ციკლოპები და ჰეკატონხეირები. ტიტანებს შორის იყო იაპეტი. იაპეტმა ცოლად შეირთო კლიმენე. მათ 4 შვილი შეეძინათ. ატლასი, მენოიტოსი, ეპიმეთე და ამამბის მთავარი პერსონაჟი პრომეთე. ძმისგან ეპიმეთესგან განსხვავებით, რომლის სახელიც გვიან მოაზროვნეს ნიშნავს, სახელი პრომეთე ითარგმნება როგორც წინდახედულობა, წინასწარ განჭვრეტა. ეს იშვიათი თვისება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. როდესაც ზევსმა უზენაესი ძალაუფლებისთვის კრონოსის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ტიტანებმა მის წინააღმდეგ ალიანსი შექმნეს. ყველამ? არა. ერთის, პრომეთეს გარდა, მისი სახელი ხომ წინდახედულების სინონიმია. პრომეთემ გაიაზრა, რომ ამ ბრძოლაში ზევსის გამარჯვება გარდაუვალი იქნებოდა. ამიტომ ოლიმპოს მომავალ მეფეს მსახურება შესთავაზა და დაარწმუნა ძმა ეპიმეთე ასევე მოქცეულიყო. ბრძოლის დროს პრომეთემ ახალგაზრდა ზევსს მიაშველა ის, რაც მას აკლდა. ძალა, ეშმაკობა და ცბიერება, რაც ტიტანების ახალთაობას უხვად ჰქონდა. ასე დაიწყო საშინელი ომი, რომელიც ტიტანომაქიის სახელით გახდა ცნობილი. როგორც პრომეთემი წინასწარმეტყველა, ზევსმა გაიმარჯვა. ამის შემდეგ მსოფლიოში შედარებით მშვიდობიანი ხანა დადგა. აღარ იყო ომები, აღარც სიმარჯვისა და გმირობის მაგალითები. დღეებს იგივენაირი დღეები ენაცვლებოდა. და ამ ზედმეტად სრულყოფილ მშვიდობაში ღმერთებმა მოიწყინეს. აღარც ომი იყო, აღარც გამარჯვებით ხარობდა ვინმე და არც არავინ იტანჯებოდა. აღარაფერი ხდებოდა. ამიტომ მოწყენილმა ზევსმა შვილს ჰეფესტოს ჭედლების ღმერთს მიმართა, რომელიც იარაღს ჭედავდა. ზევსმა ის ოლიმპოს ღმერთების დასს მიაკუთვნა. ზევსმა ჰეფესტოს დაავალა რამე გამორჩეული შეექმნა, ყველა უაზრო საგნისგან განსხვავებული, რაღაც განსაკუთრებული, უნიკალური. ის რაც ღმერთების ყურადღებას მიიქცევდა. ჰეფესტოსი ჩაფიქრდა. განსაკუთრებული, უნიკალური, სათქმელად ადვილია, მაგრამ რა უნდა იყოს? ჰეფესტოსმა დიდხანს იფიქრა და ერთი აზრი გაუჩნდა. ოლიმპოზე მცხოვრები 12 მთავარი ღმერთი თავის სახელოსნოში დაიბარა და აუხსნა, რას მოითხოვდა მათგან. მას სურდა, რომ ღმერთებს ერთმანეთთან შეერწყათ მიწა, ცეცხლი და ნებისმიერი სხვა ნივთიერება, რომელთა შეერთებაც შეიძლებოდა. ამ პირველყოფილი ელემენტების დახმარებით ისინი ცოცხალ არსებებს შექმნიდნენ. ზოგს ფარფლები, ბაკანი ან ნიჟარა ექნებოდა,
მათ ცხოველებს უწოდებდნენ. სხვები ღმერთების მსგავსნი იქნებოდნენ. მათ ადამიანებს დაარქმევდნენ. ისინი მხოლოდ მამრები იქნებოდნენ და ღმერთებს მოწყენილობას გაუფანტავდნენ. ყველაფერი მზად იყო. მხოლოდ იმის გადაწყვეტა რჩებოდა, რა თვისებები ექნებოდა ცხოველებს და რა ადამიანებს. ზევსმა დავალება მისცა ტიტანებს, პრომეთესა და ეპიმეთეს დაავალა. ეპიმეთე ენთუზიაზმით იყო სავსე. ძმას ევედრებოდა თვისებების განაწილება მედამითმეო. პრომეთე კი მიუხედავად იმისა, რომ წინ დახედულობით იყო ცნობილი, სისულელე ჩაიდინა და ძმას დაეთანხმა. ეპიმეთე საქმეს შეუდგა. ზოგ ცხოველს ძალა მისცა, ზოგს სისწრაფე. ზოგი ცუდი ამინდისგან დასაცავად ბეწვით შემოსა, ზოგს ჩლიქები ან უხეში ტყავი უბოძა. როგორც კი საქმე დაასრულა, წამოდგა და ხელები მოიფშუნიტა. მაგრამ რაც შეეხება მამაკაცებს, საქმეში ისე იყო გართული, რომ ეპიმეთეს ადამიანები სულ გადაავიწყდა. და ისინიც მის წინ არიან შიშვლები, შეშინებულები და დაუცველნი. უარესი ის აღმოჩნდა, რომ ზევსის მიერ მისთვის მინიჭებული ყველა რესურსი გაფლანგა და ეპიმეთეს აღარ ჰქონდა უფლება არათანაბრად დარიგებული თვისებები ხელახლა გადაენაწილებინა. პრომეთემ გადაწყვიტა ზევსისთვის თხოვნით მიემართა. მას სურდა ადამიანებს ჰქონოდათ საშუალება სასტიკი ცხოველებისგან დაეცვათ თავი და საჭმლის მომზადებაც მოეხერხებინათ. ადამიანებს ცეცხლი სჭირდებოდათ. ზევსი დათანხმდა. მან მიწას ელვა დაარტყა და ხეებს ცეცხლი გაუჩინა. ადამიანები ხეებზე უნდა ასულიყვნენ და ცეცხლი ჩამოეტანათ. ეს ოქროს ხანა იყო. ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, ნამდვილად ბედნიერად. არ არსებობდა ისეთი ცნებები, როგორიცაა სამუშაო, ასევე სხვადასხვა სეზონი ან დაავადება. ხორბალი ბუნებრივად იზრდებოდა. თესვა და დამუშავება არ იყო საჭირო. ადამიანები და ღმერთები ერთმანეთს დიდრულ ნადიმზე ხვდებოდნენ. ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა. შეიძლება ითქვას, ნამდვილი სამოთხე იყო. ადამიანებს ღმერთებისგან მხოლოდ ერთი რამ განასხვავებდა. ეს იყო უკვდავება. თუმცა იმ დროს ადამიანები არ იხოცებოდნენ. როცა მათი დრო ამოიწურებოდა, ძალდატანებისა და ტანჯვის გარეშე მშვიდად იძინებდნენ. შემდეგ ჰიპნოსი, ძილის ღმერთი მოდიოდა და ისინი მიწისქვეშა სამყაროს მწვანე ხეობებში ელისეს მინდვრების სახელით ცნობილ სავანეში მიჰყავდა. მაგრამ ერთ დღეს ზევსს ადამიანებთან თანასწორობა, მათთან ერთად ცხოვრება, სუფრის გაზიარება, ღმერთებთან ერთად შეკრებებში მათი მონაწილეობის ყურება მობეზრდა. ზევსმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო ადამიანებისთვის თავიანთი ადგილი მიეჩინა. დრო იყო სამყაროში სხვანაირი წესრიგი დამყარებულიყო. ზევსი მწვერვალზე უნდა ყოფილიყო. ღმერთები ერთი საფეხურით ქვემოთ, ადამიანები კი კიდევ უფრო ქვემოთ. ძირში უნდა დარჩენილიყვნენ.
ამის შემდეგ ზევსმა ადამიანები და ღმერთები შეკრიბა და მეკონეს უზარმაზარ ვაკეზე დიდი ზეიმი გამართა. მან ბრძანა მსხვერპლად ხარი შეეწირათ და ორ ნაწილად გაეყოთ. საუკეთესო ნაწილი, რა თქმა უნდა, ღმერთებს უნდა გადასცემოდათ. დანარჩენი კი ადამიანებს. სწორედ ამ საუკეთესო ნაწილით წყდებოდა კაცობრიობის ბედი. ზევსის გადაწყვეტილება ყველა ღმერთმა მოიწონა პრომეთეს გარდა. მას არ მოსწონდა ახალი წესები, განსაკუთრებით ეშინოდა, რომ ადამიანებს წაერთმეოდათ ის სარგებელი, რაც მისი დახმარებით მიენიჭა. მსხვერპლის შეწირვა და ხარის გაყოფა ზევსმა მას დაავალა. პრომეთე საქმეს მაშინვე შეუდგა. მას ზევსის მოტყუება ჰქონდა გადაწყვეტილი. პრომეთემ ღმერთებს ცხოველი შესწირა. შემდეგ მთლიანად გაატყავა. მერე ხორცი და ძვლები გააცალკევა. ძვლები ერთად შეაგროვა და ზემოდან ქონი დააწყო. გარეგნულად ძვლების გროვა მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა. ეს ნაწილი არ იჭმეოდა, მაგრამ ძალიან მიმზიდველი იყო. შემდეგ პრომეთემ ხორცი შეაგროვა, ყველაფერი რაც საჭმელად ვარგოდა. მაგრამ ზემოდან სქელი ტყავი დააფარა. ეს მეორე ნაწილი ამაზრზე ნიჩანდა. შემდეგ პრომეთემ ზევსს ორივე გროვა აჩვენა. არჩევანი ადამიანებსა და ღმერთებს შორის საზღვარს დადებდა. ზევსმა, რა თქმა უნდა, ის ნაწილი აირჩია, რომელიც საკვებად უფრო მისაღებით ჩანდა და ცხიმის ფენით იყო დაფარული. მაგრამ როდესაც აღმოაჩინა, რომ ღმერთების წილი მხოლოდ სარიელი უხორცო ძვლები იყო, გაბრაზდა. მამაკაცები, რომელსაც მატყუარა პრომეთემ მფარველობდა, სამაგალითოდ უნდა დასჯილიყვნენ. ზევსმა გადაწყვიტა მათთვის ხორბალი დაემალა, რომელიც აქამდე თავისუფლად იზრდებოდა და არც დათესვა სჭირდებოდა, არც დამუშავება. ამიერიდან ადამიანებს საკუთარი თავის გამოსაკვებად და გადარჩენისთვის შრომა მოუწევდათ. შემდეგ ოლიმპოს მბრძანებელმა მათ ცეცხლი ჩამოართვა. სასჯელი საშინელი იყო. ცეცხლის გარეშე შეუძლებელი იყო საჭმლის მომზადება და ჭამა. შეუძლებელი იყო განათება, როდესაც დედამიწას ღამე მოიცავდა. შეუძლებელი იყო ცივი ზამთრის დღეებში გათბობა. ასევე შეუძლებელი იყო სასტიკი ცხოველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. პრომეთე ათენასთან მიიჩქაროდა. ზევსის ქალიშვილი ათენა ოლიმპოელი ქალღმერთი იყო. მას პრომეთე უყვარდა. ზევსის წინაშე ათენა ხალხის უფლებებს იცავდა. ადამიანები იმ დანაშაულისთვის ისჯებოდნენ, რომელიც არ ჩაედინათ. ქალღმერთი პრომეთეს სიტყვებმა შეძრა და როდესაც მან სთხოვა ოლიმპოს მთაზე შეუმჩნევლად დასვლაში დამეხმარეო, ქალღმერთი დათანხმდა. სწორედ პრომეთე იყო ის, ვინც ღმერთების საუფლოში შეუმჩნევლად შეიპარა. სწორედ მან აიღო ოლიმპოს წმინდა ცეცხლიდან ნაკვერჩხალი და ლერწმის ღეროში დამალა. სწორედ მან პრომეთემ დაუბრუნა ცეცხლი ადამიანებს. ოლიმპოს მეფისთვის გადაგდებული ეს თამამი გამოწვევა დაუსჯელი ვერ დარჩებოდა. განრისხებულმა ზევსმა დაიფიცა, რომ პრომეთეს სამაგიეროს მიუძღვავდა. ზევსმა კვლავ თავისი ვაჟი ჰეფესტოსი მოიხმო.
დედამიწაზე მხოლოდ მამაკაცები ცხოვრობდნენ, რომელიც ჰეფესტოსმა და ღმერთებმა შექმნეს. ზევსმა შვილს ქალის გამო ძერწვა უბრძანა. მიწისგან შექმნილი ქალი, ქალღმერთების ხატად შექმნილი ქალი იყო. ის არა მხოლოდ ზღაპრული და განსაცვიფრებელი სილამაზით უნდა ყოფილიყო დაჯილდოებული, არამედ ყველა თვისება უნდა ჰქონოდა მამაკაცის მოსახიბლად. აფროდიტემ მას სიყვარულის უნარი მიანიჭა. ათენამ ულამაზესი სამოსით შემოსა. ხორებმა ყვავილებით შეამკეს. ქარიტებმა სამკაულებით მორთეს. შემდეგ კი ჰერმესმა ზევსის ბრძანებით მას გამჭრიახი გონება, ოინის მოწყობის ხასიათი, სექსუალური ურთიერთობის მუდმივი სურვილი და რაც მთავარია, ცნობის მოყვარეობა შთაუნერგა. მას სახელად პანდორა დაარქვეს. პანდორა, რაც ყველაფრით ნიჭიერს ნიშნავს. საოცარი და საბედისწერო ქალი მზად იყო. ზევსმა მას სიცოცხლე შთაბერა, ასე რომ პანდორა პირველი ქალი და ყველა ქალის წინაპარია. მაგრამ უპირველეს ყოვლისა პანდორა იყო ცეცხლი, რომელსაც ზევსი ადამიანებში გაავრცელებდა და ალის გარეშე დაწვავდა. ცეცხლი, რომელიც პრომეთეს მიერ მოპარული ცეცხლის ანარეკლს წარმოადგენდა. ახლა პანდორა მამაკაცის საწოლში უნდა მოეხვედრებინათ. მაგრამ არაჩვეულებრივი მამაკაცის საწოლში საჭირო იყო ის, ვინც ფიქრს იწყებს მაშინ, როცა შედეგი უკვე სახეზეა. ეს ეპიმეთე უნდა ყოფილიყო. ის ხომ ყველაფერს მაშინ ხვდებოდა, როცა უკვე დაგვიანებული იყო. ის ხომ ადამიანებს ყველაზე მეტად გავდა. მოქმედებას იწყებდა მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები სურვილის საწინააღმდეგოდ ვითარდებოდა. ღმერთებს კი თუ რაიმე გულწრფელად აცინებს, ეს ადამიანთა ოცნებებია. ჰერმესი ეპიმეთესთან მივიდა და ეს დიდებული არსება წარუდგინა როგორც საჩუქარი. ეპიმეთე ყოყმანობდა. მისი ძმა პრომეთე ევედრებოდა უარი ეთქვა ზევსის ნებისმიერ საჩუქარზე. ძმისგან განსხვავებით პრომეთეს ხომ წინასწარ განჭვრეტისა და წინასწარმეტყველების უნარი ჰქონდა, მაგრამ პანდორას სილამაზით გაოცებულმა ეპიმეთემ ის სიხარულით მიიღო და გულში ჩაიგრა. იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. დედამიწაზე გაგზავნამდე ზევსმა პანდორას ყუთი გადასცა. საოცარი ყუთი, რომელიც განსაცვიფრებელი ძვირფასეულობით იყო მორთული. ამ ყუთში ყველაფერი იყო, რაც ღმერთს მავნე და დამანგრეველი შეექმნა. ყუთი მსოფლიოს ყველა უბედურებას, შიმშილს, წყურვილს, ავადმყოფობასა და სიკვდილს იტევდა. ზევსმა რა თქმა უნდა გააფრთხილა პანდორა, რომ ყუთი არავითარ შემთხვევაში არ გაეხსნა. თუმცა სწორედ ეს გაფრთხილება იყო ის, რაც ცნობის მოყვარეობის გასაღვივებლად იყო საჭირო. ეპიმეთეზე დაქორწინების შემდეგ პირველსავე ღამეს პანდორამ ვერ გაუძლო ყუთის გახსნის ცდუნებას. ამიტომ საწოლიდან წამოხტა და სახურავი ახადა. ასე დაედო დასაბამი სამყაროს ყველა ბოროტებასა და უბედურებას. ყუთიდან ყველა ის საშინელება ამოვიდა, რაც ადამიანთა სიცოცხლეს ტანჯვად აქცევს. ზევსმა ეს უბედურება უხილავად და უხმაუროდ აქცია, რათა ადამიანებს ნებისმიერ წამს დატყდომოდათ თავს და მასთან ბრძოლის დრო არ ჰქონოდათ. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ ეს ბოროტება იმ სიკეთეს ერწყმოდა, რომელიც ღმერთებმა მანამდე ადამიანებს აჩუქეს. ამიტომ მის წინასწარ ამოცნობას ან გარკვევას შეუძლებელს ხდიდა. შეძრწუნებულმა პანდორამ ყუთს თავსახური მაშინვე დაახურა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. პრომეთემ ზევსი იმით მოატყუა, რომ რაღაც მოვლენა სინამდვილისგან განსხვავებულად წარმოაჩინა. ქონით დაფარული შიშველი ძვლები, ლერწმის ღეროში დამალული მოპარული ცეცხლი, ასე რომ პანდორა ღმერთების მეფის პასუხი იყო პრომეთეს ღალატზე.
პანდორას მომაჯადოებელი ხიბლის მიღმა ზევსმა ყველა საშინელი უბედურება დამალა. ამიერიდან ღმერთებისგან სამუდამოდ განცალკევებულ ადამიანს თუ გამრავლება სურდა, ბავშვი ქალის მუცელში უნდა ჩაესახა. საჭმლის მოსაპოვებლად ხორბალი მიწაში უნდა ჩაეთესა. სიკეთე და ბოროტება სამუდამოდ გაერთიანდა. თუმცა ყველაფერი არ დაკარგულა, რადგან პანდორას ყუთის ძირში რაღაც დარჩა. ვიდრე თავსახური დაეხურებოდა, იმ რაღაცამ ყუთიდან ამოსვლა ვერ მოასწრო. ის ზევსისგან ფარულად ჰერმესმა ჩაამატა ყუთში და ელპისი უწოდა, რაც იმედს ნიშნავს. ასე რომ უდიდესი ტრაგედიების დროს კაცობრიობას შეეძლო რწმენისა და იმედისთვის მიემართა. ზევსმა მოკვდავები დასაჯა, შემდეგ კი მათი მფარველის დასჯაზე დაფიქრდა. გადაწყვიტა უსასტიკესად ემოქმედა. ზევსს სურდა სხვებისთვის მაგალითი ეჩვენებინა. მან პრომეთე კლდეზე, შავ და კასპიის ზღვებს შორის კავკასიონის მწვერვალზე მიაჯაჭვა. შემდეგ არწივს უბრძანა, მისი ღვიძლი შეეჭამა. ღვიძლი სიმბოლოა იმ გემრიელი ლუკმისა, რომელიც პრომეთეს კაცობრიობისთვის სურდა. ყოველ დღე არწივი პრომეთეს ღვიძლს უკორტნიდა. ტანჯვა რომ გახანგრძლივებულიყო, ყოველ ღამე როცა პრომეთე იტანჯებოდა, ღვიძლი მთელდებოდა. ასე რომ მისი ტანჯვა მარადიულია. ზევსმა პრომეთეს განაჩენი გამოუტანა, თუმცა წუწუნისა და ჩივილის ნაცვლად ის მტანჯველისთვის წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებდა, რადგან რაღაც საიდუმლო იცოდა. ეს იყო საიდუმლო, რომელსაც შეეძლო ერთ დღესაც ზევსი დაემარცხებინა. ზევსმა ეს იცოდა. სწორედ ამიტომ არწივისთვის პრომეთეს მოკლა არ უბრძანებია. მას იმედი ჰქონდა, რომ ერთ დღეს პრომეთე დანებდებოდა და საიდუმლოს გაუმხელდა. მაგრამ მიჯაჭვული პრომეთე ჩუმად იყო. თუ ზევს მისგან რაიმეს გაგება სურდა, ჯერ უნდა გაეთავისუფლებინა. გავიდა 1000-ობით წელი. დედამიწაზე ღმერთები, ნახევარ ღმერთები და მოკვდავებიც კი საგმირო საქმეებს ჩადიოდნენ. ყოველთვის როცა საფრთხე ემუქრებოდა, ზევსი ტახტის შენარჩუნებას ახერხებდა. თუმცა როცა ცდილობდა გაერკვია რა საიდუმლოს ფლობდა პრომეთე, ის გამხელაზე უარს ამბობდა. საბოლოოდ ოლიმპოს მბრძანებელი დანებდა. მან თავისი მოკვდავი ვაჟებიდან ყველაზე ძლიერი აირჩია და პრომეთეს გასათავისუფლებლად გაგზავნა. ჰერაკლემ არწივს გულში ისარი ესროლა და მოკლა. შემდეგ პრომეთეს ჯაჭვები გაწყვიტა. გათავისუფლებულმა ტიტანმა დაპირება შეასრულა და ზევსს საიდუმლო გაუმხილა. საიდუმლო კი ასეთი იყო. თუ ზევსის ზღვის ნიმფა თეტიდაზე დაქორწინდებოდა, რომლითაც ასე იყო მოხიბლული, თეტიდა გააჩენდა ვაჟს, რომელიც ზევსზე ძლიერი იქნებოდა და მამას ტახტიდან ჩამოაგდებდა.
ზევსმა ურთიერთობა მაშინვე შეწყვიტა და თედიდა მოკვდავზე დააქორწინა. ასე რომ პრომეთე ადამიანთა მცველი ღმერთია, ასევე აჯანყებისა და ამბოხების სიმბოლო. მისი თავგადასავალი გვეუბნება, რომ ზოგჯერ აუცილებელია ძალაუფლებას წინააღმდეგობა გაუწიო. თუმცა ასევე გვაფრთხილებს, რომ თვითნებურად წესრიგის დამყარება შეცდომაა. შორს მჭრეტელობის მიუხედავად, აი ეს საკითხი პრომეთეს გამოეპარა.